ვიცი რომ ელენეს თავად არ უყვარს საკუთარ ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ეს ნამდვილად არის საზოგადოებრივი ინტერესის სფერო. ამ ეტაპისთვის შევაჯამოთ როგორია დინამიკა, დღეს კვლევისთვის იყო გადაყვანილი, მოგვეყევით მეტი ამის შესახებ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მივესალმები სინდისის პატიმრებს, პოლიტიკურ ტყვეებს. ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ არის სტაბილური, სიმპტომურად გაუმჯობესებულია, იცით თქვენ და იცის საზოგადოებამ, რომ მას აწუხებდა ძალიან ძლიერი ტკივილი, რითიც იტანჯებოდა ციხეში ყოფნის პერიოდში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის ტკივილის მართვა არის ადეკვატური. რა თქმა უნდა, პერიოდულად მაინც აქვს ტკივილი, მაგრამ ეს არ არის ისეთი ძლიერი ხასიათის, როგორც ეს მანამდე ჰქონდა. შესაბამისად, ამან განაპირობა გაცილებით უფრო მეტი ენერგია, რომელიც მას უშრეტად აქვს და ვიზუალურადაც ბევრად უკეთ გამოიყურება, რა თქმა უნდა, შემართებაც არ დაუკარგავს იმ ტკივილის პერიოდშიც კი. ჩვენ ახლა, როგორც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, ვართ კვლევების ეტაპზე. ამას დასჭირდა, რა თქმა უნდა, დრო, ის სამუშაო დიაგნოზი, რომელიც ჩვენ გვაქვს, საჭიროებდა არაერთი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევის წარმოება, სწორედ ასეთი ერთ-ერთი გეგმიური გადაყვანა იყო თოდუას კლინიკაში, რა თქმა უნდა, ერთი დღის მანძილზე ვერ მოვასწარით გასული გადაყვანის დროს, ეს მეორედ მოხდა, დიახ, ინსტრუმენტული კვლევები შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის დავასრულეთ, დაგვრჩა გარკვეული ლაბორატორიული კვლევების პასუხები, რომელსაც ველოდებით დაახლოებით 18-20 რიცხვისთვის და შემდგომ უკვე გადაწყდება მკურნალობის საკითხი და ელენეს სურვილია, რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება შემდგომ ეტაპზე მოვახდინოთ. თუმცა უნდა გავიმეოროთ თქვენი სიტყვები, რომ მას რაღაცნაირად არ მოსწონს და არ სიამოვნებს, რომ მუდმივად იმ ფონზე, რაც ქვეყანაშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამავდროულად ამისთვის, მაგრამ ნამდვილად მე მიმაჩნია, რომ არ გვაქვს უფლება ამ საკითხს არ დაუთმოთ სათანადო ყურადღება, ვინაიდან კლინიკაში გადაყვანაც კი იყო სერიოზული ბრძოლის შედეგი მხოლოდ და ამანაც რა დაადასტურა, აი ამ ეტაპზე შეგვიძლია თუ არა დაზუსტებით იმის თქმა, რომ ციხეში ვერ იმართებოდა ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ამავდროულად აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არ დამავიწყდეს და გამომრჩეს, რომ ძალიან მადლიერია საზოგადოების და მედიის თქვენი ყველასი, ვინაიდან საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე, მედიის ჩართულობის გარეშე მისი გადაყვანა და აი ამ ეტაპამდე მოსვლა ვერ მოხერხდებოდა. ამაში მე მაშინვე ღრმად ვიყავი დარწმუნებული და დღეს კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობით შემიძლია გითხრათ, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა ეს ციხის პირობებში ამდენი კვლევის ჩატარება და მათ შორის ტკივილის მართვაც, რომელიც იყო ყველაზე მძიმე ტვირთი, მე ასე ვფიქრობ იმ პირობებში, რაც ციხეში იყო, მაგრამ ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმ ბრძოლისა, შეიძლება ითქვას და ამას საზოგადოება ადევნებდა თვალს და თქვენ მუდმივად ამონიტორინგებდით, ასე ვთქვათ, ამ პროცესს გადაყვანამდე მისვლის დღევანდელ დღეს პენტენციურ სამსახურთან და მათ შორის ვივამედთანაც გვაქვს ძალიან ისეთი კონსტრუქციული და შეიძლება ითქვას ეფექტური სამუშაო პროცესი, ვინაიდან მოგყვებიან ყველა ეტაპზე აბსოლუტურად ჩვენ ექიმებს, ვინც ვართ ელენეს მკურნალობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროცესში ჩართულები პირობის მიხედვით. ანუ პირობას პენტენციური სამსახური ამ შემთხვევაში ასრულებს ძალიან ისე. აი შეიძლება ტექნიკური საკითხია, მაგრამ ვინ მართავს პროცესს, ესეც საინტერესოა. ვივამედი მხოლოდ ინფრასტრუქტურა აქ ჩართული თუ სამედიცინო პერსონალიც თუ ძირითადად წამყვანი აქ არის ელენეს პირადი ექიმი. ვივამედი ჩართული არის გარკვეულწილად, ვინაიდან მედპერსონალი, მათ შორის ექიმებიც, რა თქმა უნდა, საშუალო მედპერსონალი მნიშვნელოვანი რგოლი არის პაციენტის მართვის პროცესში, ასევე ექიმებიც გარკვეული დიაგნოსტიკური პროცედურები ჩატარდა ვივამედის პირობებში და აი ამის თქმა მინდოდა სწორედ რაც წეგან აღნიშნე, რომ თანამშრომლობის ნაწილში ძალიან ეფექტურად თანამშრომლობთ როგორც კოლეგებთან, ასევე პენტენციურ სამსახურთანაც. ანუ ის კვლევები, რა თქმა უნდა, შესაძლებელი ყოფილა და ამას ვითხოვდით რეალურად ჩვენ და ეს შესაძლებელი იყო პირველივე დღიდან, მე ასე ვფიქრობ და არც უნდა გამხდარიყო ამ ხელა რეზონანსის საგანი და დარწმუნებული ვარ, რომ თავადაც უყურებენ ამ პროცესს ძალიან დეტალურად აკვირდებიან და ხედავენ
როგორი შედეგი არის იმასთან შედარებით ამ მდგომარეობაშიც იყო ელენე ციხეში და როგორც გამოიყურება ახლა და რომ ასეთი ტიპის კონსტრუქციული თანამშრომლობა აბსოლუტურად შესაძლებელი იყო პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში და ეს იყო მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა. ელენე გადაყვანიდან მალევე აცხადებდა რომ მას არანაირი პრივილეგია არ ჭირდება და ეს ნამდვილად არ არის პრივილეგია, ამას ითხოვდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკაში და საერთოდაც ის თავისუფლებაზე უნდა იყოს. ელენე ამბობდა, რომ მალე დაუბრუნდება საპატიმრო დაწესებულებას. აი ესეც რომ ვთქვათ და არასწორი მოლოდინი რომ არ შეიქმნეს და მე კვლავ სპეკულაციის საგანი არ გახდეს, არ ვიცი რა არის კადრეს ამ თემაზე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, რამდენად რეალისტურია დროულად დაბრუნება და მკურნალობის გაგრძელება საპატიმრო დაწესებულებაში, ვიცით რომ ძალიან რთულ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. მე მეცაც გეტყვით ამ პერიოდში, როდესაც უკეთ იგრძნო თავი, მას ახლაც ჰქონდა სურვილი, რომ სანამ მკურნალობას დავიწყებს, ვთქვათ, დაბრუნებულიყო, მაგრამ ჩვენი ექიმების პოზიციაა, რომ მისი დაბრუნება ამ ეტაპზე არ შეიძლებოდა და არ შეიძლება, სანამ მკურნალობას არ დავიწყებთ და მკურნალობის დაწყების პროცესშიც გვჭირდება ინტენსიური მონიტორინგი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და აბსოლუტურად გეთანხმებით, მან როდესაც გაავრცელა ახლახან სტატუსი, იქაც წერდა, რომ როგორც კი მას მივცემთ ამის უფლებას და შესაძლებლობას, მაშინვე ესიერად დაბრუნდება ციხის პირობებში და დიახ, მას არ უნდა რომ იყოს პრივილეგირებული პატიმარი, ვინაიდან ძალიან კარგად აქვს, რა თქმა უნდა, გააზრებული და ის ძალიან სოლიდარულია რეჟიმის ტყვეების განსაკუთრებულად და თითოეული პატიმრის, რომელიც ამ ქვეყანაში არის და მას პრივილეგირებულობა არ სურს. და ეს არც იყო პრივილეგირებულობა ნებისმიერმა ადამიანმა, მე ასე ვფიქრობ, როგორც ექიმი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომ როგორი ტიპის ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, თითოეულმა პატიმარმა უნდა მიიღოს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და მეტიც მე ვიბრძოლებ აუცილებლად იმისთვის, რომ მომავალში შემდგომი ხელისუფლების პირობებში ზოგადად პატიმრები იყვნენ პრივილეგირებულები ჯანდაცვის სისტემასთან მიმართებით, ჯანდაცვის სისტემამ აკონტროლოს და არა პენტენციურმა სამსახურმა ეს სფერო და მიმართულება, იმიტომ რომ პატიმარს შეზღუდული აქვს არჩევანის თავისუფლება. მას აქვს განსხვავებული და განსაკუთრებული მოცემულობა, სადაც მას არ შეუძლია ჩვენგან განსხვავებით ჩაატაროს მოკვლევა, რომელ კლინიკაში მივიდეს, რომელ ექიმთან რა კვლევა ჩაიტაროს და ასე შემდეგ. ამიტომ მგონია რომ სისტემაც ამ მიმართულებით შესაძლოა მოიცავდა თავის მხრივ რას ნიშნავს, როდესაც ეს ბრძოლის საგანი ხდება, პატიმარმა მიიღოს ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობა, ესეც თავის მხრივ რა რეჟიმზე მიუთითებს, რა ტიპის სახელმწიფოში გვაცხოვრებს ივანიშვილის რეჟიმი და მეორეს მხრივ რა ცინიკური მორალს მიღმა გადაძახილები ჰქონდა ქართულ ოცნებას რეჟიმის წარმომადგენლებს თუნდაც ამ თემაზე, მაგრამ როგორ ფიქრობთ, განელდა ეს ტენდენცია, იმიტომ რომ მე რჩება შტაბეჭდება რომ თავადაც დარწმუნდნენ, რამდენად მძიმე იყო მდგომარეობა. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალურიც კი, მათ შორის ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და არაერთი კომენტარი მახსენდება ახლა, რომ ყველაფერი უტარდება, რომ რაღაც ის დიაგნოზი არ არის, რაზეც მისი ექიმები საუბრობენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი პატიმარი, მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ საკითხს, ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს კონსტიტუციით დაცული ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება და მით უმეტეს პატიმარს, რომელსაც აქვს შეზღუდული წვდომა არაერთ სერვისზე და არის მოქცეული 4 კედელში. მას განსაკუთრებულად უნდა მიაწოდოს სერვისები სახელმწიფომ. თუ კი გვინდა რომ ჩვენ შევდგეთ როგორც სახელმწიფო, აქ არის უკვე ჰუმანიზმზე საუბარი, მაგრამ ქართულ ოცნებასთან მიმართებით დეჰუმანიზაციის არაერთი ფაქტი ვნახეთ ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით და აქ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს და სოციალურ ფენას ან სტატუსს ადამიანის საიდან იქნება. ამ შემთხვევაში დეჰუმანიზაციას ახორციელებს ნებისმიერი მიმართულებით და ამის შანსს ხელიდან არ უშვებს. ამიტომ მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია, რომ ქართული ოცნება არის მართველი და ხელმძღვანელი ამ პროცესების, სადაც მას შეუძლია რომ ადამიანისადმი მიდგომა იყოს აბსოლუტურად არაჰუმანური და სწორედ ამ
ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ რომ ეს ცვლილება მოვიტანოთ. ეს არის მთავარი ბრძოლის საგანიც ელენესთვის რომ იბრძოლოს არა მხოლოდ საკუთარი შვილების მომავლისთვის, არამედ თითოეული მოქალაქის შვილისთვის და მათი მომავლისთვის რომ იყოს ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვა იქნება ეს განათლება თუ უსაფრთხოება, რომელიც ყველა ნაბიჯზე რაღაცნაირად გრძნობთ კიდევაც დღეს დილითაც საუბრობდი სწორედ ელენესთან ამასთან დაკავშირებით რომ ამ ქვეყანაში ქუჩებში სიკვდილი დადის დღეს რეალურად ანუ სოციალურ ქსელში რომ შევიდეთ სულ ნეგატივია და სულ სიკვდილია და ეს სიკვდილი განპირობებული არის სწორედ იმით რომ სახელმწიფო მექანიზმები მოშლილია აბსოლუტურად და ამ ხელმძღვანელობისთვის რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს მაგალითად გორის შემთხვევაში სადაც კაცმა დედაშვილი იმსხვერპლა ამ პირს 225 ვიდეო ჯარიმა ჰქონია გამოწერილი ანუ არსებობს დანაშაული რომლის პრევენციაც დანამდვილებით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, თალსახად შესაძლებელია. აქვს ხელისუფლებას კონტროლი ეკისრება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაშიც თუ გავიხსენეთ, როდესაც აქვს პრეტენზია რომ მართვის მოწმობები დაუბრუნეს, მასობრივად დააბრუნეს, იქ არ მომხდარა გარჩევა, ვის ეკუთვნოდა, თქვათ, ამ მოწმობის დაბრუნება, არ დაბრუნება. ჩვენ რომ მივიდეთ მართვის მოწმობის ასაღებად, რამდენიმე თვის წინ შევცვალე, ისე მივიღე ცნობა მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებაც. ანუ საერთოდ არავის არაფერი უკითხავს. რეალურად 30 ლარად ფასდება ეს ყველაფერი და შემდგომ, როდესაც დანაშაული ხდება, აქ რაღაც პერსონალურ დანაშაულამდე მიდის ეს თითქოს და საზოგადოებაც მომართულია, რომ ის კონკრეტული ადამიანი ცალკეული შემთხვევა სისტემასა და დიდ სურათში არასდროს არ გვთავაზობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საკითხის დანახვასა და შემდგომ ცხადია გადაჭრას. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეძებს რაღაც განტევებისვაც, ვიზეთ შეიძლება ჯოხი გადატყვეს უბრალოდ, მაგრამ ფართო სურათში, როდესაც შევხედავ და თუ კი დავფიქრდები და ალბათ თითოეული მოქალაქე ან საზოგადოების წევრები უნდა დაფიქრდნენ ამაზე, რა ხდება ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ. ანუ სად გგრძნობთ უსაფრთხოდ თავს, როდესაც ჩვენი შვილები გამოგვყავს, ან ოჯახთან ერთად ვართ, ანუ სადმე გგრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ და რეალურად ეს ასე არ არის. უსაფრთხოდ თავს არ გგრძნობთ და ეს ხდება იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა სისტემა ჩამოშლია. იქნება ეს განათლების სისტემა, სკოლა, ბაღი, სკვერი, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს, სამშენებლო იქნება ეს თუ აი სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან გაქვს მოლოდინი ცუდის, იმიტომ რომ სიკვდილია ჩასაფრებული და სიკვდილი იმიტომ არის ჩასაფრებული და დადის ამ ქუჩებში აი ესე ქაოტურად და ვინ იქნება შემდეგი და ეს ფიქრი მუდმივი რომ ოჯახის წევრები დღის ბოლოს დაბრუნდნენ სახსალამათი სახლში არ გვტოვებს იმის გამო სწორედ რომ მოშლილია სისტემა იმის გამო რომ ქართული ოცნება მუდმივად დეჰუმანიზაციას ეწევა გვაშორებს ასევე მეგობრებს დასავლეთის ქვეყნებიდან რომ საიდანაც შეგვიძლია ჩვენ შემოვიტანოთ არაერთი სისტემა დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები მათ შორის განვითარდეთ იქნება ეს ჯანდაცვის მიმართულებით თუ სხვა და საბოლოო ჯამში რაც უკვე აღნიშნე ადამიანის ჯანმრთელობამ და სიცოცხლემ დაკარგა ფასი სწორედ მათ ხელში გაანულეს მათ ყველაზე დიდი ღირებულება და ჩემი პირადი ბრძოლისაგან ჩემი თანაგუნდელების კოალიციის წევრების იქნებიან ეს მათ შორის პოლიტპატიმრებიც თუ ჩვენი ლიდერები არის ეს სწორედ რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებმა იცხოვრონ ღირსეულად და ღირსეული ცხოვრება არ დადგება რეჟიმის პირობებში. აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ გავიციქრდეთ გასასმელი რომ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ ქმნის ინდივიდისთვის დიქტატურა. ეს ასე მუშაობს და ეს ალბათ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს